ჯვრის მონასტრიდან მცხეთის მონასტრამდე ხიდი იყო გადებული ღვთისმცემლის რისხვამდე. მცხეთის მონასტრიდან ჯვრის მონასტრამდე ჯაჭვის ხიდი ქანაობდა ბერის წარცხმენდამდე. ერთხელ ბერი ჯაჭვის ხიდით მცხეთას მიდიოდა. ჯვრის მონასტრიდან, რა თქმა უნდა, არავი მოხმაურობდა ჯაჭვის ხიდის ქვეშ. გულხვეული მოგელავდა ეხლებოდა გალდეს. ხიდ ქვეშ ქალი ვანაობდა, წყალდეთ ქანაობდა. სითეთრით და სილამაზით ოფრიდი დაშობდა. ტალღავნებით ეხვეოდა, ეშხით მუსიკობდა. თვალი მოჰკრა შიშველს ქალწულს დადაება ბერი. ანგელოზის არენახა ასე მშვენიერი. მითის ქალი მოლივლივე ქალი ტანშიშველი. თეთ გუნგელზე უელავდა ორი სეფის ფერი. გაუშლელი ორი კვიტი, ორი ხორბლის ფერი. ბერივნები ჩაშტერდა წამწყდნენ ძუძუებში. ჩაწყდა ჯაჭვი ჩაიღუპა არაგვის რიცებში. ამას შემდეგ სიხრუია ჯვრის მონასტერში. საცეცხლურად დაგძულა ხამურები წერში. დაისხობა ყველაფერი დროდაჟამის მტვერში. ხოლო რჩება ეს ლეგენდა უკვდავ ქართველ ერში.